ნოდარ მელაძემ გამოდო კადრები, როგორც გაიგო 2022 წელს მოხდა. ნოდარ მელაძე საერთოდ როგორ ჩაუვარდა ეგ კადრები, ეგ არის თუ არა ნაცევის გამოცოცხლება, მაგრამ თვითონ სისტემური ძალადობის თემაც რო არის, ეგეც განსახილველია და მაგასაც რა თქმა უნდა განვიხილოთ. როგორ მოიპოვებენ სასურველ ჩვენებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მამუკა მდინარაძეს უთქვია რომ არავის არ გაუტარებთო ეგ სიტყვა იყო ნათქვამი პოლიციის დისკრედიტაციას რაღაც ეგეთი ტექსტი იყო რომ პოლიციის დისკრედიტაციას რაღაც მანიპულაციებს თუ რაღაც მოკლედ არ გაუტარებთო ეგ ტერმინი დამამახსოვრდა და ნახეთ პოლიციის დისკრედიტაცია რითი ხდება მაგას აქვს მნიშვნელობა. პოლიცია ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და ვიტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პროფესია. სახელმწიფო დგას ამაზე. სხვა კიდევ მნიშვნელოვანი პროფესიებია და საერთოდ ყველა პროფესია მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროფესია და პოლიციის მუნდირს არა მარტო პოლიციელი, არამედ ყველა უნდა გაუფრთხილდეს, რომ პოლიციის მიმართ ნდობა არსებობდეს და საერთოდ ადამიანს პოლიციის დანახვაზე იმედი უნდა ეძრეოდეს. და სამართალს იცავს. დაცულობის შეგრძნება უნდა გემატებოდეს, აი პოლიციელს რო ნახულობ, მან აი რაღაც რო საფრთხისგან რო დაცული ხარ, ეგ ასოციაცია უნდა გიჩნდებოდეს. უნდა. აი ეგრე უნდა იყოს. ეგ არის პოლიციის იდეა. პოლიცია არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური იდეა. ანუ ადამიანს საფრთხისგან ფიზიკურად იცავ. ეგ არის პოლიციის იდეა და სახელმწიფოს იცავ საფრთხისგან. მაგრამ ჩვენს არც ისე შორეულ წარსულში ყავდა პოლიცია, რომლის დანახვაზეც ადამიანებს შიშის გრძნობა ეუფლებოდათ. და ეს არ იყო უსაფუძვლო. მე გულისხმობ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხებოდა. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ძალოვნებში იყვნენ ღირსეული ადამიანები და ჩვენ იმ პერიოდს რო ვიხსენებთ, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ეწავდნენ, აუპატიურებდნენ, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა პოლიციელს და მე მეცაც გეტყვით, პროცენტულად ამას უფრო ნაკლები აკეთებდა ვიდრე მეტი. რავი, 100 რო ავიღოთ, ალბათ 30 არ თეორიულად ვიძახი, ან 20 აკეთებდა და 70-80 არ აკეთებდა. ანუ მათ ყავდათ კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებდა. მაგრამ სისტემა იყო ასე. კი, რა თქმა უნდა, აბა ეხა 100% ეგეთი კი არ იყო, ღმერთმა დაგვიფაროს. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ ღირსეული პოლიციერები, რომლებიც ღირსეულად თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. უბრალოდ პრობლემა ის იყო, რომ სისტემა იყო ისე აწყვობილი, რომ ის ბოროტინების ადამიანები, რომლებიც ან ფორმაში იყვნენ. ის ჩანდა და შესაძლებლობა ამ ხალხს უფრო მეტი ჰქონდა და უფრო მეტად დაცულად და შესაბამისად, მაშინ პოლიცია იყო დისკრედიტებული. ეხა მიხეილ სააკაშვილი რო გამოსულიყო და რო ეთქვა, არავინ გაბედოს პოლიციის დისკრედიტაცია. ნახე რაშია საქმე. პოლიცია იყო დისკრედიტებული თავისთავად. ვინმე იტყოდა ამაზე რამეს თუ არ იტყოდა. ვინმეს ეყოფოდა ამის გამბედაობა თუ არ ეყოფოდა. ვინმე ამ კადრებს გაასაჯაროებდა თუ არ გაასაჯაროებდა. ანუ როგორი თემა იცი? ამერიკის კონტინენტი არსებობდა მანამდეც, სანამ მას აღმოაჩენდა კოლუმბი. ანუ კოლუმბმა კოლუმბა კი არ შექმნა, კოლუმბა აღმოაჩინა. მაგალითად კანონი მიზიდულობის შესახებ არსებობდა მანამდეც, სანამ ისააკ ნიუტონს აგური კი არა და ვაშლი დაეცემოდა თავზე. მან კი არ შექმნა. ეგ არსებობდა, კაცო. უბრალოდ მან გამოაშკარავა. მან აღმოაჩინა და მე სხვებისთვისაც გახადა ნათელი. ამიტომ პოლიციის დისკრედიტაციას არავის არ გავუტარებთ. ხა თუ ვიღაცა რაღაცას დგამს და ეს კადრები ახლა რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენამდე მთელი ინტერნეტ სივრცე ამით აფეთქდა ამის, ხო? ეს თუ დადგმულია, ან თუ არ მოხდა და ვიღაცამ დადგა ეს პოლიტიკური მიზეზი. დისკრედიტაცია მოახდინეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაშინ ეგრე თქვით. არ არის, მაშინ ეგრე თქვით, რომ ბორის კადრები რომ ნახეთ საშინელი. ეს თუ დადგმულია,
ნაცები ამბობდნენ ციხის კადრებზე დადგმულია. კი ბატონო არ გამოვრიცხავ. მაგრამ ეგ უნდა დაამტკიცო. ეგ უბრალოდ ხო არ შეიძლება ჰაერში ისროლო რომ დადგმულია. ეგ თუ დადგმულია ეგ უნდა დაამტკიცო. ვინც დადგა უნდა დაიჭირო და არის შესაბამისი მუხლი რომელიც უნდა მიუყენო, უნდა გაასამართლოს შესაბამისად. მაგრამ თუ ეგ მართალია, მაგის პასუხად გამოხვიდე და მითხრა რომ იცი რა არავინ გაბედოს პოლიციის დისკრედიტება, თუ ეს მართალია, პოლიცია უკვე დისკრედიტებულია აქედან გამომდინარე გარკვეულწილად. და გამოსავალი კი არ არის რომ ადამიანებს დაუქნიოთ თითი რომ არ გაბედოთ. გამოსავალი არის რომ თუ სისტემაში პრობლემა ამ პრობლემას მიეხედოს სისტემურად. აი, ნახე, ეგ დადგმული რო არ არის, ეგ იქიდანაც ჩანს რომ 2022 წელს მოხდაო და თუ იმეს უნდა და დადგმა და გამოაშკარავება მაგის მაშინე გამოიყენებდნენ. არც არის, არც კადრების იყო ეგ რაღაც ვიღაცები ამო. აი, რას ვხედავთ რა? პოლიციელები ხალხს სცემენ და ამაზე ვიგებთ, ანუ ვიღაცამ გაავრცელა ეგ ვიდეო. ან გადაიღო, ან მე გამოჟონა, ან რაღაც ეგეთი სიტუაცია და მაქედან გამომდინარე მიდის საუბარი. და არა ის კი არა რომ აი პოლიციის დისკრედიტაცია რო არ მოხდეს. მე ვიცი ეს ამბავი, მე ვავრცელებ ამას, გამოვიძიე ესეთი ამბავი, აგერამაც ისე სათანადოდ დავжи, რომ სხვა ვეღარ გაბედოს ეგ. ანუ ეგ კი არ ხდება. ანუ რაღაცა გავრცელდა რა, მაღაზიები რაც არ გავრცელდა ის რამდენიც ცემენ შეიძლება ხო? უბრალოდ ჩვენ ეგ არ ვიცით, რადგან კადრებზე არ გვაქვს. ამიტომ ეგ რა თქმა უნდა არის პრობლემა და არ არის ეს რაღაც ერთეული პრობლემები და იქიდანაც ჩანს ხა რავი რატო ცემს ხა პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე ადამიანი ერთ კაცს ხო ეგ თუ არ ჭირდება სისტემას რა მოთხოვნა ხა რა უნდა უნდოდეს ხა იმ პოლიციას იმისგან ხო რა ესე იგი იმისგან ითხოვს რაღაც აღიარებით ჩვენება ან რაც არ გაუკეთებია ის უნდა თქვას ხო რაღაც ეგეთი ჭირდება ანუ იმ პოლიციას თვითონ კერძოდ რა შეჭირდება ეგ? ანუ ესე იგი რაღაც სისტემას ჭირდება იმისგან ეგეთი დამუშავებით, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორც მიიღებაც უნდა. თორე ლოგიკურად ახლა იმ ერთ პოლიციას რა საერთოდ რაში უნდა აწყობდეს, რა მიზანი უნდა ქონდეს, რომ ვიღაცა უბრალოდ ცემოს იქ, ხო? ეგრე არ ხდება. ამიტომაც თუ გინდათ, რომ პოლიციის დისკრედიტაცია არ მოხდეს, ეგ ჩვენც არ გვინდა, რომ პოლიციის დისკრედიტაცია მოხდეს, ხო? თქვენ თვითონვე უნდა იმუშაოთ მაგაზე. იცით რა ფაქტებიც არის, უარესებიც მომხდარა და ეგენი თქვენ იცით, მაგრამ ეგ უნდა გამოიძიოთ, დადოთ და შესაბამისი დამნაშავეები დასაჯოთ, მათი უფროსებიც დასაჯოთ, რომ დაინახოს ხალხმა, რომ თქვენ ამაზე მუშაობთ და არა ისე რომ სადღაცას ვიდეო ვნახეთ და მე აი ხო აი ამაზე რაღაცა რეაგირება გქონდა, ან არ გქონდა და ეხლა გვექნება, ეგრე არ ხდება ეგ. თქვენ თვითონ უნდა მუშაობთ მაგაზე თუ გინდათ რეალურად რომ ეგ არ ითვლებოდეს სისტემურ ნაწილად. მაგრამ რეალურად პოლიციელებს ახლა განწყობა ისა აქვთ რომ მაგაზე კი არ გვაწვევიან ჩვენ აი თუ შემთხვევით ვიღაცამ გაავრცელა მაშინ მოხდება რეაგირება რა. ამ თავარი არის რომ არ გაავრცელოს ვინმე და არ გადაიღოს. ანუ მან საინტერესო ის არის 2022 წელს მოხდა შემთხვევა და 2026 წელს იყო რეაგირება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ანუ მაგით ხო გააправა ქართულმა ოცნებამ ეგ ყველაფერი რა. მაგრამ რო აი კობახიზემ რეაქცია გამოავლიან კობახიზის რა სტრუქტურა 2026 წელს ეგ რა უაზრო არგუმენტია, მაგრამ მაგ არგუმენტსაც თავი გავანებოთ. ანუ ჩვენ გვაქვს მაგალითი ერთი ეგა, აი გორში რაც მოხდა, თავპირი დაამტვრიეს ერთი არა ორ ადამიანს, მეორე ეგ შემთხვევა დაიდო, მესამე ისევ ნოდარა მელაძის რაღაც სიუჟეტი იყო, სადაც ბავშვს პოლიციელი ემუქრებოდა 15 თუ 16 წლის იყო მამის გაუპატიურებით. ანუ ეგ კადრებიც დევს ინტერნეტში, ახლა მაგის კადრი ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ეგ ვიდეოც დაიდო ბავშვმა ანუ ის მოზარდმა ჩაიწერა ეგ ვიდეო. აქედან გამომდინარე ეგ რომ გარკვეულწილად სისტემური არის, ეგ უკვე არის რეალურად დადასტურებული. იმიტომ რომ ლოგიკა ეგეთია რომ რაც არ ჩანს, ანუ რაც არ ჩანს უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე რაც გამოჩნდა. ეგ 3 წელი გამოჩნდა, მაგრამ არა მარტო 3 წელი, მერე ის აქციები რო იყო, თავპირს ამტვრევდა პოლიცია ჩვეულებრივად ადამიანებს, ანუ ჩვეულებრივად ხდებოდა სადარბაზოებთან ხდებოდნენ ჩვეულებრივად. ანუ ეგ რაღაც სისტემური თემა არის. შესაბამისად, ეგ არის პრობლემა და ქართული ოცნება განსაკუთრებით 2022 წლის მერე და ის 24-25 წლების მერე
მიდის უფრო მეტად ავტორიტარიზმი, რაღაცა ის ავტორიტარიზმი არ ქვია მაგას ქვია, არ ვიცი, ბიზნეს რაღაც პოლიტიკური წყობა, რაღაც ეგეთი, ანუ გაერთიანებული რა, სხვადასხვა პოლიტიკური ყველაზე მთავარი გაერთიანების და რაც მან აი დავამთავრებ მაგას, რომ მაკეტკენ მიდის და ეგ იქამდე გაგრძელდება, სანამ თვისობრივად პარლამენტში არ შევა ისეთი ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას იმით კი არ დაუპირისპირდება, რომ შენ ცუდი, არ ვიცი, ისა პროდასავლელი ხარ, ცუდი, რავი, რუსეთუმე ხარ, ცუდი ჩინეთუმე ხარ, რაღაც გავს idiotori ფრაზებით, არამედ რეალურ პრობლემებს დაუწევს, რომ აი ამას ძალიან ცუდად აკეთებ, უბრალოდ არაფერს არ აკეთებ. საფრთხეები მოდის, როგორც საგარეო პოლიტიკაში და საშინაო პოლიტიკაში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს და მაგას მიხედე. თუ ეგეთი ოპოზიციური პარტია არ გაჩნდა წარმომადგენლობით ორგანოში, მაქამდე ეგ პრობლემები ვერ გადაიჭრება და ქართული ოცნება გააგრძელებს ჩვეულებრივ. სანამ ქართულ ოცნებას არ გაუჩნდება რეალური პოლიტიკური დისკომფორტის შემქმნელი ოპოზიცია, ეხლა ყავს კომფორტის შემქმნელი ოპოზიცია, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს არის ქართული ოცნებისთვის ჟანგბადი ჩათვალი. სანამ არ გაუჩნდება რეალური დისკომფორტის შემქმნელი ოპოზიცია და მთავარი, სანამ ქართული ოცნება ქართული ხალხისგან არ მიიღებს სიგნალს, რომ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს იმ ყველაფრის გამო, რასაც აკეთებს, ქართული ოცნებას უფრო და უფრო მეც იკადრებს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ საზოგადოებამ, რომ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ რაღაცა რო არ მოგწონს, ეგ მერე კონვერტირდება ხმების რაოდენობაში.